მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე ტაბლოები დაამონტაჟეს თითქმის 3 თვეა, ისინი ამ დრომდე ჩართული არ არის. ადგილობრივები პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ ამის გამო უჭირთ ტრანსპორტით სარგებლობა, რადგან მათთვის ჯერ კიდევ უცნობია თუ როდის მივა მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნულების ადგილზე. ახალციხის მერიას ახლაც არ აქვს კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ როდის ჩართავენ ტაბლოებს და როდის დაამონტაჟებენ იმ ადგილებში, სადაც არ დგას ტაბლოები. აქ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ციტატა, ტაბლოები დამონტაჟებულია და უახლოეს პერიოდში ჩაერთვება. გასულ გამოშვებაში შემოგთავაზეთ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის დატბორვის შესახებ. კერძოდ კი საავადმყოფოს ასახვევიდან უნივერსიტეტამდე. ნიაღვარი საავტომობილო გზაზე გადადიოდა და ადგილობრივების თქმით, გადაადგილებას პრობლემას უქმნიდა. ჩვენ ახალციხის მერიას გუშინ დაუკავშირდით, თუმცა უწყებამ ინფორმაცია დღეს მოგვაწოდა და აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და შესაბამისი სამუშაოები დაგეგმილია, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა და როდის მოაგვარებენ პრობლემას. ასევე არ გვიპასუხეს კითხვაზე, თუ როდის გასუფთავდა ახალციხეში სანიაღვრე არხები. რა კონკრეტული რეკომენდაცია გასცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რამდენად გაითვალისწინა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ რეკომენდაციები. იმის შესახებ, რომ 2021 წელს მერიამ რუსთაველის 124-ში ავარიული შენობის რეაბილიტაციის პროექტის შედგენის და რეაბილიტაციისთვის 160,000 ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა ახლა მის დანგრევას და ახლის აშენებას აპირებს. კითხვებით გახარიას პარტია საქართველოსთვის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა აუდიტის სამსახურს მიმართა. ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე ახალციხეში ისაუბრა. ახალციხის მერიამ 2021 წელს რუსთაველის 124-ში ყოფილი კინოდარბაზის რეაბილიტაციისთვის 160,000-ზე მეტი დახარჯა, თუმცა პროცესი შეჩერდა და წელს უკვე მის დანგრევასა და ახლის აშენებას აპირებენ, რომლისთვისაც კიდევ 5 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. ინფორმაციის მიღებას ველოდებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და ახალციხის მერიიდან. 300,000 ლარი დაიხარჯა და პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ გადაუყარეთ ეს ფული, იმიტომ რომ თავიდან გამოცხადდა ტენდერი, თითქოს უკვე გარემონტებული უნდა ყოფილიყო, ეხლა თავიდან გამოცხადდა ტენდერი და ტენდერი ცხადდება, უკვე უნდა დემონტაჟი მოხდეს და შემდეგ თავიდან აშენება. და ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. თავად აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა არის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის არასწორად ხარჯვის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და არ გვაქვს ინფორმაცია, როგორი შედეგებით სრულდება შემდეგ მათი მიმართვები თუნდაც სამართალდამცველებისადმი. იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, ამბობენ, რომ თავადაც აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ მიმართავენ, მაგრამ როგორ დასრულდა ეს, რა შედეგი დადგა, გაითვალისწინა თუ არა მუნიციპალიტეტმა რეკომენდაციები. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დღეის მონაცემებით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შინაარსის შესახებ, მათი რეკომენდაციების შესრულების შესახებ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია პრაქტიკა შეიცვალოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანგარიში მოგვახსენოს და გითხრას, როგორ იპარავენ ჩვენ ფულს, არამედ იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალოს. იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი საჯარო ყველა საერთო ფული მოხმარდეს საჯარო ინტერესებს, ისეთ ინტერესებს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის მოთხოვნას და საჭიროებას უპასუხებს და არა რაღაცა კონკრეტული ჯგუფი. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლება. იბრძოლე სანამ გვიანი არ არის. ამ ლოზუნგებით ახალციხეში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ეს უკვე მე-6 დღეა, როდესაც ახალციხეში პროევროპული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანეს მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.
დასავლეთის ქვეყნებმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინეს რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია. ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროპაში ინახება. ბრიტანეთში ინახება დაახლოებით 22 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები. გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა მოწოდებითი რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმადაც ეს თანხა უკრაინას უნდა გადაეცეს. რამდენიმე დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომავალი გაურკვეველია. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი უკრაინის საკითხს სხვაგვარად უყურებს. მას განსხვავებული ხედვა აქვს ევროპის უსაფრთხოებასა და რუსეთთან ურთიერთობებზე. ასე რომ თუ გვინდა უკრაინაში ომის კუთხით პროგრესს მივახციოთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შესაძლოა შეერთებული შტატების მხარდაჭერა შემცირდეს, უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს 300 მილიარდი დოლარი გაყინული აქტივებიდან და გადავცეთ უკრაინას. ახლა დადგა დრო, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ამ საკითხში ლიდერობა გამოიჩინოს და ამ აქტივების გამოყენება მომავალში უკრაინისთვის გადასახდელი რეპარაციების დაფინანსებისთვის მოვითხოვოთ. თუ შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისთვის შემცირდება, ევროპა გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, ამბობს ალექსანდერ კოლიანდრი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი. ჩნდება შიში, რომ უკრაინას მივატოვებთ პუტინის საომარ მანქანასთან პირისპირ. თუ საქმე აქამდე მივა, ვფიქრობ გადაწყდება ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა. კოლიანდრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა ამ თანხას ამერიკული იარაღის შესაძენად გამოიყენებს, რაც ტრამპის მხარდაჭერას მოიპოვებს. ეს კარგად ერგება ამერიკა უპირველეს ყოვლისა იდეას. უკრაინას დაეხმარება იარაღის მიღებაში და ტრამპს საშუალებას მისცემს შიდა პოლიტიკაში გარკვეული წარმატებები მოიპოვოს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და რამდენიმე ეროვნული მთავრობა აქტივების ჩამორთმების მიმართ ეჭვს გამოთქვამენ. ისინი შიშობენ, რომ თუ რუსული აქტივები განაწილდება ამ ფაქტობრივად ეროვნულ საკუთრებად გადაიქცევა და უკრაინას გადაეცემა, ეს ევროს როგორც სარეზერვო ვალუტის მიმართ ნდობას შეარყევს. უცხო ქვეყნები თავისი სუვერენული აქტივების ევროპულ აქციებში, ობლიგაციებსა და ვალუტაში ინვესტირებას იშვიათად მოახდენენ. მოსკოვი აცხადებს, რომ მისი აქტივების ნებისმიერი სახით ჩამორთმევა უკანონო იქნება და პასუხის გაცემის პირობას დებს. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, დასავლური კომპანიების უმეტესობას უკვე ჩამოეწერა რუსეთში არსებული აქტივები. ჰენრი რიჯული, ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა.